დილა მშვიდობის. 26 ნოემბერს იყო ჩემი დაბადების დღე. ზოგადად მიყვარს ჩემი დაბადების დღე, ყოველთვის კარგ ხასიათზე, ამაღლებულ ხასიათზე ვარ ამ დღეს. რადგან ვთვლი, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღე ჩემ ცხოვრებაში, ეს რომ არ ყოფილიყო, არც არაფერი იქნებოდა. ხო, ესეა ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. და ამავე დროს არის ჩემი მშობლებისთვის ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერი დღე, როცა მე დავიბადე. ბევრ ადამიანს არ უყვარს თავის დაბადების დღე, მაგრამ მე მიყვარს ჩემი დაბადების დღე. რამდენი წლის ვარ, არ მახსოვს, არც ვიხსენებ, არ მინდა. და ამ ყველაფერთან ერთად მინდა გითხრათ, რომ რაღაცნაირად ამ წელს არ მქონდა იმის ხასიათი და იმის რაღაცა განწყობა, რომ განსაკუთრებულად და ესეთი ხალისით აღმენიშნა ჩემი დაბადების დღე. და რაღაცნაირად ეს იყო დაკავშირებული ჩვენი ოჯახის უახლოეს და ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან, ადამიანის გარდაცვალებასთან, არა მარტო ჩვენთვის, არამედ არ ვიცი, არის მეუფე სერაფიმე, რომელიც ესე მოულოდნელად და რაღაცა ჩვენთვის ყველასთვის იყო თავზარდამცემი ეს ამბავი, როცა გავიგეთ, რომ მეუფე სერაფიმე გარდაიცვალა. მე მადლობა მინდა გადაუხადო ყველა ჩემს მეგობარს, ნაცნობს, Facebook მეგობარს, რომელსაც შეიძლება პირადად არ ვიცნობ, მაგრამ მეგობრობთ Facebook-ზე ან TikTok-ის ჩემს გამომწერებს და რა ვიცი, უამრავ ესე ვთქვათ, ონლაინ მეგობრებს, ასევე განსაკუთრებული მადლობა ჩემს საყვარელ პაციენტებს, რომლებთაც ყოველთვის ვახსოვარ და ყოველთვის მილოცავენ ჩემთვის ღირსშესანიშნავ დღეებს, ზოგადად ღირსშესანიშნავ დღეებს. ყველას დიდი მადლობა ჩემს თანამშრომლებს და გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და სულიერ სიმშვიდეს.